მოგესალმებით. მე ვარ გიორგი სულაძე. ეს არხი განკუთვნილი იქნება უშუალოდ ნარდისთვის. ზოგადად ქართულ სივრცეში ხა რომ ვეძებდი ვიდეოებს ქართულად ნარდზე, საერთოდ არ არის. ამიტომ მოყარული ვარ მე ხა ნახავთ რომ ასევე რეიტინგი მაქვს ცოტა, ასე რომ ქართობის მიზნით ჩავწერ ვიდეოებს და მიყვარს ნარდი და ნუ თუ სურვილი გექნებათ, მე ჩემი ცოდნიდან გამომდინარე რამე საგანმანათლებლო ვიდეოებსაც ჩავწერ. ეს არის ჩემი პირველი ვიდეო და მოდი დავიწყოთ ვითამაშოთ 5-ქულიანი ან 7-ქულიანი თამაში. ამას დავაპატარავებ რომ ხელი მე არ შეგვიშალოს. ესე მოდი ავიღოთ 5-ქულიანი 7-იანი დრო გქონდეს აფიქროთ. ნუ ესე იყოს. კი ბატონო. გავადიდებ. სამწუხაროდ ცოტა ხანია ველოდები და არავინ არ იყო სრული, ასე რომ პარამეტრები შემასავწერ ნორმალზე და ესე რო შედარებით მალე მოგვიძებნოს ოპონენტი. ეგ არის დავიწყოთ თამაში. ექვსი და 4. ნუ ზოგადად ორი კარგი სვლა არის ამ დროს, ერთი რომ ერთი შეიძლება კარების აღება, 3%, მეორე ბოლომდე გამოგცევა, მესამე არის ასეთი თამაში. ამას თუ ითამაშებ, უფრო მეტ გემთან მარს მოიგებ, იმიტომ რომ მე ბლიც შეტევა შეგიძლია. უფრო მეტი შანსი ამ თამაშს აქვს მოგების, ასე რომ მოდი მე ესე ვითამაშებ ახლა ამ შემთხვევაში. ამიკლამანდ 4 და 2. ეგ 2 რა თქმა უნდა, ეგ 2 და აქ 4-ით მოვკლათ. 5 და 3. ალბათ 3-ზე გააცოცხლებს და 5-ს აქ ითამაშებს. ან ეგ შეიძლება და შაში ჩარი. ეგ ჩარი. ეგ ჩაში. ან ეგ ჩარი შეიძლება რომ აქ იქით არ დააფაროს და ეგეთ ჩაში. ეს ვითამაშებ. პანჯი ეგეც იაკი 5-ისთვის უნდა ვიბრძოლო. ცუდია ამას ვევრაფარებ, ასე გავიქცევი. 4 და 2. ეგ პანჯი გაქცევა შეიძლება ესე, ან ესე თამაში. ან საერთოდ ეს ჩამოვიდავთ აქ რომ მე ავაშენოთ, მაგრამ რომ გაიქცეს, ასე რომ 3 არა ეგ არ ორმაგდება. რეისში უკან ვარ. და ესე ვითამაშებ. 3 და 2. ბაცორი სვლა არ ვიცი. ოპა, ეგ 1. 2 ნაისრო. 3 და 4. მოდი დავფიქრეთ კარგად. ამის გაქცევა ჯერ არ გვინდა. ეგ 1, 2, 3 და 4. ესე ვითამაშებ. თუ იცეყო გავაორმაგ, არ იცეყო. იცეყო არის, ანუ როცა ვერ დასვავს ქვას. 6 და 3. ეგ 3 ყველა ვარიანტში. ეგეც 6. ოთხიანის კარი ან 7-იანის კარი მნიშვნელოვანია. ჩარი
სხვა არასწორი სვლებია ალბათ ყველა ეგ ჩარი და ეგ აქ ან ეს აქ რამდენი სვლა ერთი ხდება შაში დუ და ფანჯისე 4 მაგრამ ბილდერად იყოლება რომ მე აშენ მაგრამ რახან რეისში წინ ვარ არ გვინდა რომ მოგხვდეს ასე რომ ესე ვითამაშები აქვს რეისში ან ბოლაში წინათ ეს პიპ კაუნტი მაგრამ ხა ცუდად ვარ ცოტა რომ რთული ახლა კარბების აღება ნახოთ რა მოვა ფანჯისე აქ აშლილი აქვს ასე რომ ფანჯისე ფიქრობ კარგია ეგ ბეში და შაში შაში ბეში იყო შაში ბეში კი ბატონო ეგ 5 გასვლა და 1 სხვა რა აბა ახლა თუ მოხდება კი ბატონო შაში და ბეში ეს იცეკვა რეისში წინ ვართ გავაორმაგოთ უნდა მარკეტ ლუზერი რამე არ გვაქვს აი მოდი გავაგოროთ ჯერ არაფერი ეგ 1 ეგეც 3 ახლა შეიძლება ცუდი კარები აქვს 1-0 5 და 4 შვიდიანის კარები რა თქმა უნდა შაში ბეში აი 4-იანი ანუ ეს მცხრიანი პროცედურად მაგი და კარგი არის რომ თითქმის ყველა გაგორებით კარების აღება შეგიძლია ფანჯი 1-5 აქ ჩამოვალ და 1 ესე გადავითამაშებს 3 და 1 ჩარუსე მოხდა 4 ავიღოთ და იაკი ვითამაშოთ რამე ესეთი თუ იაკი და 4 მოვკლათ და არ მოწოს ეს მერჩევი ექსე ალბათ ჩარი უნდა მოგწოს ან ჩარი აქ გადმოვიდეს ეგ 1 2 3 ეგეც 4 6 და 1 შეგიძლია ვერაფერი ანუ 6 და 1 გავიქცევი ეს ერთი გავორმაგებაზე ფიქრობს და ჯერ არცეც არ გვაქვს ნუ მე უპირატესობა მაქვს აი ამით ეს კიდე ერთიანზე ჩარი დუ გამოვიქცეთ აქ და კაი განლაგება გვაქვს რომ მე 5-იანის კარები ავიღოთ 4 და 1 1 ეგ ხა შაში ჩარი მოკვდა ეგ არ მომწონს 2 ცალი ჩარისე პატარა წყვილები რა სეიაკი ავყაროთ
მას მიცად უპარო. შაში იაკი. ნუ, სეიაკი 24-ზე უნდა იყოს ალბათ ხარ. ეგ ფიქრობ შეცდომა. ესა ფეინაუ სიტუაცია. ნუ რეიშიც არ ვარ იდეაში, მაგრამ მე დატოვებას ახლა ამის ახლა შეგვია ესე რომ რამე და შაში დიაკიდან ორი ქვა ჭირდება რომ მოარტყას პირდაპირ ვერ ყავს ასე რომ მოგდეს მე აქ ორი ცალი რჩება ღია და მე აქ მოხედრი ცოტა მაღალი შანსი არის. ამიტომაც ესე მეკნება. და 1. ეგ 4. ეგ 1. შაში სე ვეგრია შაში სე პანჯი ჩარი ახო პანჯი 4 კი მოდით ესე ჯობია ანუ 36 გაგვარებიან მარტო 4 კომბინაცია ხდება თუ იაკი ოღონდ ეგ არა და ამაზე რამდენი ხდება ისე ჩარი ну, ტყლები მე რეჯობია, შაში დუ, პანჯი სე და ორი ჩარი, აქ უფრო მეტი ხდება. დუიაკი, ეგ დუ აქ ჩავწიო, არა შეიძლება გამიხსნას, ეგეც იაკი. პანჯი იაკი. ესე 3 და 5 და 3 და 4 ხდება. ანუ 36 შემთხვევიდან 2. 4 ჯამში, 4 კომბინაცია. მე რო ესე მოკლა ახლა. აქ ხდება პანჯი დუბეში, იდეაში, ну, ტყლებ მერე და ну 3 და 5. უფრო ნაკლები ხდება, მაგრამ 5-აზე შეიძლება კარები აიღოს აქ და ძალიან ცუდი სტრუქტურა მაქვს, ასე რომ ამას ვამჯობინებ მე. იცევა გაორმაგება აქამდე არ მაქვს ნათქვამი? გამავიწყდა და უთხრა. სეიაკი. ეგეც მოკვდა. ეგ არა. ნუ არა უშავს მაინც ახლა წაგებული ეს ხელი ბოლომდე არ მაქვს, იმიტომ რომ აყრა მოუწევს ახლა აქედან. ეგ შაში, ეგეც ბეში. აყარა უკვე. კაი გაორმაგება იყო. ალბათ უფრო ადრე ვსვლა მეთქო და ერორები მექნება ძალიან ბევრი. შეცდომები იმაში. Analyzer-ში. შაში ეკი, ну შაში უნდა წავიდეს ყველა ვარიანტი. ჩარუს X ეგეც ჩარი. დუბარა. ну აქ იმას მაგრამ ყველა თამაში წამგებენი არ იქნება რომ მომეკლას იმიტომ რომ აქ მე აქ ხია აქვს ესე რომ ჩარი დუ ბატონო ყოლებით მოვიდა შანსი კი აქ დუბეში დუშაში კონტა უბრალოდ რა დუგი არ აქვს ეგარ 3-0 შაში ჩარი მე მარსი მაწყობს იდეაში ეხლა რომ მოვიგო ასე რომ ესე ვითამაში როცა აქედან ყავს გამოიყენებ რომ პოინტია შენ და ჩამოიტანა ხოლმე რომ კიდევ შეცვლა აშენებ ეხლა ჩემი სტრატეგია არის ბლიც შედება ანუ არ თუ სადმე გადმოვა პირდაპირ დავცხო უნდა 2-3-იანი
ესე ვითამაშებ. მაგრამ არა ჯობდა აქ ჩამეკეტა და თამაშა. ვა. ეგ ერთი ყველა ვარიანტი. ეგ სამი. აი ეგეც 4 ჩამოვიდანთ შეტევისთვის. სებაიდუ. ეგეც სებაიდუ. შაშისე. პანჩაკი. მიგაკ. სედა შაშ. ნუ დავიღო. აქ მაქვს ასე რომ მარსის წაგების შანსი ნაკლები. ნუ არ მაქვს თითქმის მარსის წაგების შანსი. ეხლა აქ ნუ ეს მოკლოთ უნდა თუ კი ბატონო და შაშ. ცეკვა. ჩარიდუ. ეგიაკი და ეგეც თუ. შვენიერი. შაში თუ შაში. მარსის შანსი ალბათ უკვე ნაკლები მოქვს, მაგრამ გავორმაგება აქ თქვენ მარსი აღარც მჭირდება. თავარი ეხლა აქ მე აყრა არ მომიწევს და ხუთიანი მომივიდეს თავის დროზე მალე ხუთიანი ან ექვსიანი. აბა ეხა 3 4. მაგრამ ამით შემეს 2 პირდაპირ აქ მომეკლა. ეგ უნდა მეკთა შეს, მაგრამ გავორმაგება აქ თქვენ მარსი არ მჭირდება ასე რომ თლად შეცდომა ასეთი არ დამიშვა 5 და 3. ასე რომ 4-ები 1 2 არა დამოვიწყდა რომ გავორმაგება თქვამი 1 2 3 და 4 რა თუნდა ამას ბევრი ლაპარაკი კი ბატონო ჩიტო და მოვიგეთ მატჩი წესით ნუ შანსები კიდია მაგრამ იმისთვის აი ეგ ეგ საჩარი გადასაწყვეტია არ ვიცი ესე რო ვერ მოარტყას მე უკვე ისეთია და აქ ეხლა რომ ვერ მოარტყას მე შეიძლება კიდევ დავაფარო სმეცა დროგადის კაი ესე ვითამაში ჩარი მაცხ მოგები შანსი კიდე არის იმიტომ 2-5 ქვა მყავს დარჩენილ ასე რომ თუ გამიმართლა და მალევე მომცა 6-იანი აქედან გამოვიდეს ახლა წესით პანჩისე შაში დუ სებაიდუ ნახოთ ეგ ხა ეგ ცუდი იყო ჩარი დუ ოიქით ცოტა დააკოტა დიკლაით გავარჩიოთ ეხლა მოდი ნოუ დაბლებზე რამდენი ის ქონდა
პირველ ხელში. მოდი პირველ მატჩში რა შეცდომა გქონდა, ჩვენ ვართ შაში ჩარე. ეს შობდა 8 მეყო. ამ შემთხვევაში აქ ეს შეცდომა იყო. ესლა როგორ ვერ დავინახე. აქ შეუტიებლი შეტევას, მაგრამ ესლა ხომ მქონდა აქ ამ 7-იანის კარების აღება და აქ კიდე 9-იანის. აქ და შაში. აი. ეს თუ ბეში იყო შეცდომა. 1 2 3 და 4. 1 ამას კი იჩობდა. ვიჩქარი ალბათ. არასწორი იყო. ჩარი აქ. აქ რა ჩარი და იაკი? ჩარი და იაკი. ну იგი იმიტომ ვქენი რომ რეისში ვარ წინ და რო არ მომხვედრო და აქვა მაინც უსაფრთხოდ ვითამაშე, მაგრამ მან ხდება ახლა იდეაში 4 კომბინაცია 26 მომდენ ასე რომ დაბალი შანსია დროც მოხდეს აქ მე რეღია ასე რომ კი ეგრე ჯობ. აქ მოინტერესებს ფანჯის რეისში წინ ვარ უნდა გამოგცეულიყავი კი ბატონო მეორე თამაში თიანზე უნდა ჩამოვსულიყავი ისედაც უკან ვარ რაიმზე უნდა მეთამაშა კაი ჩარი თუ აი შეცდომა არისო. უია დებილობა გავაკეთე ახლა ხდები. რატომ რეისში წინ ვიქნებოდით 14 პიპსით, აქ უცებ შეყვრიდი. მარკეტ ლუზერის ქონა თუ წყვილებით მომივიდო და პირდაპირ ჩამო. ეგ არასწორად ვითამაში. კი ბატონო. სეიაკი. აქ ეს ჩობდა? პროცოტა ფახდება. ის 3%-ით აქ მეტი და ნახო. ამ სულ მარსის მეტი შანსი მქონდა 4%-ით. მაგრამ როგორც კომპიუტერი გვეუბნება, ის ჯობს. აქ არ უნდა გამეორმაგებინა, იმიტომ რომ თუ გუდი იყო ძალიან კარგი სიტუაცია იყო, მაინც უარს იყო და იდეაში. მაგრამ მარსის შანსი 20% მქონდა, 18% მქონდა ამის გამო არასწორი იყო ალბათ. იმასაც ხონდა ეგ არ უნდა აიღო 11% აქვს მოგების შანსი. ეს რა ვქენი? ვაიმე. ესეთი შეცდომები არ უნდა მომდიოდეს ახლა. ეგეთი შეცდომები არ უნდა მომდიოდეს. და ბოლო თამაში ეს არასწორი. ახლა ესე ჯობდაო. არ ვიცი რატო. აი კი, ეს ხო თქვი რომ არასწორად ვითამაშე მეთქი. ეს 5-იანი უნდა ამეღო და ეს უნდა მეთამაშა. მეორე კარგი სლო იქნებოდა. კარგი რა შედარებით ცუდი უბრალოდ x3 და შენ ბლანდერი იყო. საშინელი შეცდომა. იმას გავარმაგება არ უნდა ეთქვა. ვაფშე რა, რაღაც 6%-იანი სხვაობა არასწორი იყო გავარმაგება იმის მხრიდან და მე take უნდა მქონდა რა თქმა უნდა ყველა ვარიანტში. ჩემი მეტის. კარგით. ეს იყო ჩვენი დღევანდელი ვიდეო. თუ
მოგწონთ მსგავსი სტილის ვიდეოები ან გინდათ ვიდეოები ნაერთზე ან საგანმანათლებლო ვიდეოები დაკომენტარეთ და ლაიქეთ ვიდეო და სიამოვნებით ჩავწერ შემდეგში როცა თავისუფალი დრო მექნება. ნახვამდის. ახლა ასევე მე პროფესიონალი არ ვარ, უბრალოდ სამოყვარულო თამაშობ, ასე რომ უბრალოდ გასართობი არის ეს ჩემთვის.